გაუმარჯოს ყველას, მოკლედ, ჩემი მეორე საფეხბურთო მიმოხილვა გუშინ გაიმართა მატჩი დინამო არენაზე. თბილისის დინამო შეხვდა აზორ ჩუბინიძის სპაერს. რა ვქნა ეგრეა და გაიმარჯვა 2-1, თუმცა თამაშიდან გამომდინარე სხვაობა გაცილებით უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, რომ არა ის უამრავი გამოუყენებელი მომენტი, რომელიც დინამოს ჰქონდა. ზოგადად ნეიტრალური თვალსაზრისით თამაშმა გაამართლა, იმიტომ რომ საკმაოდ სანახაურივი მატჩი იყო. ბურთი არ ჩერდებოდა მოედნის ცენტრში, სულ ხან ერთი გუნდი უტევდა, ხან ერთ კარტთან იყო შეტევა, ხან მეორე კარტთან. განსაკუთრებით ეს მესიამოვნა თბილისის დინამოსგან. აღარ იყო აი ეს გაუთავებელი ბურთის გორაობა საკუთარ ნახევარზე, რომელსაც ვხედავდით ბოლო წლებში რა. დინამოს თამაში ამასთან ასოცირდებოდა სულ ჩემთვის. გაუთავებელი გორაობა ბურთის საკუთარ ნახევარზე და შორიდან ძებნა რაღაცა ვარიანტების. გუნდი როგორც კი ბურთს ჩაიგდებდა ხელში, აი თითქოს ზამბარასავით გაიშალაო, ისე მირბოდა შეტევაში იმ წუთას, რაც თავისთავად ძალიან სასიამოვნოა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის თემურ ქეცბაიას ნამდვილად. ჩემი აზრით მან შეძლო და გარკვეულწილად ის ხასიათი, რომელიც თვითონ ჰქონდა როგორც ფეხბურთელს. გუნდში რაღაცნაირად გადასცა გუნდს და ჩემი აზრით მომავალში კიდევ უფრო უკეთეს რაღაცებს ნახავთ. მეორე დადებითი რაც მინდა ვთქვა, ეს არის რომ მინდა ერთი ფეხბურთელი გამოვყო რა. ზოგადად თავს ვიკავებ ხოლმე ასეთ რაღაცისგან, რომ რაღაც კონკრეტულ ფეხბურთელის კრიტიკისგან ან გამოყოფისგან, მაგრამ დღეს მინდა გამოვყო, ეს არის მათე ვაწაძე, რომელიც მიუხედავად თავისი უკვე, ასე ვთქვათ, ფეხბურთისთვის ხანდაზმული ასაკისა, ესე აშკარად ჩანს, რომ რაღაცნაირი მამოტივირებელი ძალა არის ამ გუნდის რა მოედანზე. ხან შემოუძახებდა ხოლმე ზოგჯერ ფეხბურთელებს, ზოგჯერ საკუთარ თავსაც, იყო ძალიან მონდომებული და რავი, თუ კი ვინმე შეიძლება ამ გუნდში რაღაცნაირი ნამდვილი ესეთი დინამოელი ეწოდოს, ეს მათე ვაწაძეა და მასაც დიდი მადლობა. ამისთვის გოლიც გაიტანა, ამ გოლზე დაწვრილებით ვისაუბრებ ცოტა მოგვიანებით. ეხლა რაც შეეხება სხვა საკითხებს. გამოუყენებელი მომენტები, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. იმიტომ რომ ეხლა მომავალი თამაში ჩვენ გვაქვს 11 მაისს რუსთავთან გასვლა და რუსთავი ეხლა მიუხედავად იმისა, რომ წელს გადმოვიდა, დაბრუნდა უმაღლეს დივიზიონში, საკმაოდ კარგ ფორმაშია. კარგად დაბალანსებული გუნდია, კარგი მწვრთნელი ყავს ცეცაძე და საკმაოდ კარგი ისეთი თამაშები მოიგო, ხო? იქ იბერიას მოუგო, ტორპედოს ერთი თამაში მოუგო, ერთი ფრეი თამაშა დილას მოუგო. ანუ ლიდერად ჩამოყალიბდა ჩემი აზრით უკვე მეორე ადგილზეა 19 ქულა აქვს და რაც სპაერმა გვაპატია, ჩემი აზრით რუსთავი არ გვაპატიებს და ცოტა უფრო მეტი ყურადღების მიქცევა არ იქნებოდა ცუდი ამ გამოუყენებელ მომენტებზე. უფრო დაწვრილებით რო ვთქვა, აი როგორ აგიხსნათ, რაღაცნაირად აი მიდის შეტევა იყო ბევრი ისეთი, რომელიც აი ჩანს, რომ უკვე შეტევაში უმრავლესობაში ხარ, რაღაცა პასი 1-2 და გოლი უნდა იყოს, მაგრამ აი ეს ან ბოლო პასი არ იყო, ან ბოლო პასი თუ იყო, დამაგვირგვინებელი დარტყმა არ იყო რა. მალური. ხო და ეს ამაზე მე იმედი მაქვს, რომ მწვრთნელები იმუშავებენ. ხო, ეხლა რაც შეეხება გოლებს, პირველი გოლი ნანაკოფი დონკორმა გაიტანა. ეს არის 17 წლის ფეხბურთელი, რომელიც ნიჭიერია საკმაოდ. გარკვეული მინუსები აქვს, რომელსაც იმედი მაქვს, რომ იმუშავებს და გამოასწორებს, მაგრამ ტექნიკურია და ხიფათს და სახიფათო მომენტებს ქმნის. შეტევაში და ეს კარგია რა, ბურთს რო იღებს რაღაცნაირი შეგრძნება არის, რომ ეხლა შეიძლება რაღაცა ქნას. იმას მეშახტერსთან მისი გადაინლი გოლიც გვახსოვს, ესეთებით შეუძლია და მოკლედ რა ვიცი, თუ იმუშავებს საკუთარ თავზე და იშრომებს, ჩემი აზრით მისგან კარგი ფეხბურთელი დადგება. მეორე გოლმა გამოიწვია გარკვეული მითქმა-მოთქმა. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ არ უნდა ჩართულიყო ეს გოლი, იმიტომ რომ არ გადაუკვეთავს კარის ხაზი. ამაზე მინდა დაწვრილებით ვისაუბრო. საქართველოს ჩემპიონატში სამწუხაროდ არ გვაქვს კარის ხაზის ტექნოლოგია. დასავლეთის ქვეყნებში ეს არის. იქ საჭს უკეთია სამაჯური სპეციალური და იქ სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც კამერები დაყენებული და შემდეგ ბურთი მთლიანად რო გადაკვეთავს მოედნის ხაზს, ეს სამაჯური ვიბრირებს და საჭს ანიშნებს, რომ გოლია. ჩვენ სამწუხაროდ ეს ტექნოლოგია ჯერჯერობით არ აქვს საქართველოში და ასეთ სიტუაციაში რავი აი ალავერდი ფეხბურთის ფედერაციასთან რა. კარის ხაზის გასწვრივ კამერები უნდა იდგეს აუცილებლად, იმიტომ რომ ესეთ სიტუაციაში, როცა ეს კარის ხაზის ტექნოლოგია არ აქვს, ერთადერთი ვარიანტი არის ეგ, რომ
ვიდეო გამეორებამ ნახოს და ვიდეო გამეორებამ ახლა გვერდით მაψაჯმა ჩათვალა ეს გოლი და ვიდეო გამეორებამ ვერ იპოვა ვერაფერი, რითაც ამას შეეწინააღმდეგებოდა რა. ანუ ვერ იპოვა დაამტკიცებელი საბუთი, რომ გოლი არ გავიდა. ხო გესმით, თუ შეიძლება ასე ითქვას. ამიტომ დაეთანხმა მსაჯებს რა. მაგრამ მე მაინც გავბედავ და ვიტყვი, რომ ეს უფრო იყო გოლი, ვიდრე არ იყო. იმიტომ რომ აი ამ რაკურსებიდან, რა რაკურსებიდანაც ჩვენ გვიჩვენეს. ეს თითქოს მოძრაობაში არ ჩანს, მაგრამ აი რო დაუკვირდეთ მაგალითად აი ამ სტოპ კადრს, ადამიანი რო აი ესე დადგეს კართან როგორც დგას სპაერის მეკარე, არის მეკარის მარჯვენა ფეხსა და კარის ხაზს შორის რა მანძილია ახლა დაახლოებით, ხო 1 მეტრი ხო არ იქნება, 9 მეტრი მაქსიმუმ. კიდე უფრო ნაკლები, ხო? და ხელი გაიშვიროს კარისკენ. ხელის მტევანი არ აღმოჩნდება ხაზის მიღმა? მე ვფიქრობ ყველანაირი ლოგიკით კი. ხო თან მით უმეტეს რომ ხარი კიდე უფრო გადახრილი აქვს იქით. მხარსა და კარის ხაზს შორის კიდე უფრო ნაკლები მანძილია ვიდრე ფეხსა და კარის ხაზს შორის. და კიდე ხელი გაშვერილი და რა ვიცი ახლა ჩემი აზრით აქ აშკარაა რომ ხელის მტევანის და შესაბამისად ბურთიც კარის ხაზს მიღმა არის საკმაოდ მნიშვნელოვნად. რავი, ანუ მე ვფიქრობ რომ ეს არის უფრო გოლი ვიდრე არ არის რა. ჩემი აზრი ასეთია. გადაჭრით ვიტყოდით რომ ყოფილიყო კარის ხაზის გასწვრივ კამერა და იმედი მაქვს რომ მომდევნო თამაშებში ამ ხარვეს გამოასწორებს ეროვნული ლიგის ორგანიზატორები. ხო, აი ესეთი ამბები იყო რა. სხვა რა მინდა რომ თქვა არაფერი, მომავალი ტური გვაქვს 11 მაისს რუსთავთან დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე. რთული მატჩი იქნება და წარმატებას უსურვებ დინამოს. შემდეგი 16 მაისს უკვე შაბათს არის მატჩი იბერიასთან დინამო არენაზე და იმედი მაქვს რომ კიდევ უფრო მეტი ხალხი მოვა ვიდრე სპაერთან მატჩზე მოვიდა. დროებით